ლუდის ბარი და საბილიარდო ეს ის დაწესებულებებია, რომელთა აშენებაც 52 საჯარო სკოლის ეზოში იგეგმება. სკოლის ეზო პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე პირდაპირ მიყიდვის წესით 27 ივნისს საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კოლხამ შეიძინა. სწორედ კოლხას პროექტით იგეგმება სკოლის ეზოში ლუდის ბარის აშენებაც. სკოლის პედაგოგების და დირექტორის განცხადებით მათთვის ამ დრომდე არავის უცნობებია, რომ სკოლის კუთვნილი ტერიტორია გასხვისებული იყო. მათ ეს მხოლოდ მაშინვე გაიგეს, რაც იქ მშობლები მივიდნენ და სკოლის ღობის მშენებლები მივიდნენ, უკაცრავად და სკოლის ღობის დანგრევა დაიწყეს. 52 სკოლაში დღეს განათლების და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი მივიდა და კოლხას წარმომადგენელს მშენებლობის შეჩერება მოსთხოვა. მინისტრის განცხადებით სამინისტრო ამ საქმის განხილვას დაიწყებს და არ დაუშვებს, რომ სკოლის ეზოში მსგავსი დაწესებულებები აშენდეს. ბუნებრივია ჩვენ ამ სკოლის გვერდით ვდგევართ და ბუნებრივია ჩვენ არ გვინდა რომ ბიზნესი ვაზარალო. არანაირი. მაგრამ ბიზნესის არ დაზარალება არ უნდა გადავიდეს იმაში, რომ რაღაცა აბსოლუტურად სურეალისტური იმამდე. აქ ყველა კანონია დარღვეული, როგორც მიწისგაცემის ნაწილში აქ არის კანონი დარღვეული, იმასთან დაკავშირებით, რომ სკოლის ტერიტორიაზე და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლური სასმელი და სიგარეტი გაიყიდოს და საერთოდ ყველა კანონმდებლობაა დარღვეული. მოშთა რომ ეს არის ამ ფირმა შეპოს კოლხა 2012-ზე მიყიდული პირდაპირ მიყიდვის წესით თავისი, ასე ვთქვათ, ფუნქციური დანიშნულებით, რაც მე იმ განკარგულებაში არის აღწევილი, სადაც ნახსენებია ეს ლუდის ბარი. შეუძლებელია ლუდის ბარი, აქ ლუდი მოიხარშება ალბათ და რაც არ უნდა იყოს სკოლის ეზოში. მე ჯიხური და ის არ მომწონს საკანცელარიო ნივთები და სიგარეტი არ შეიძლება და ლუდის ბარი შეუძლებელი.